მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად და გიბრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად. ხედავთ ქაოსს ჩვენთან, თითქმის ყოველი დილა ასეთი ქაოსით იწყება, რადგან გაბრიელი იღვიძებს 5 საათზე და მას მერე თამაშობს, სანამ მე ყველას გავაცილებ სახლიდან. შემდეგ მეც ვთამაშობ მასთან ერთად. მოკლედ გაბრიელის მთავარი მისია, რომ გადმოყაროს ყველაფერი, რაც კი გვაქვს სათამაშოები და თვითონ თამაშობს უფრო ყრის. მოკლედ მოგცემთ მოტივაციას დალაგებაზე, რასაც შეძლებ გადავიღებ და ასევე გამახსენდა ერთი კურიოზი. თან მიიღეთ მოტივაცია და თან ცოტა გავხალისდეთ. თითქმის ჩემი ყველა კურიოზი ეხება გერმანულის არცოდნას და არც ახლა არის გამონაკლისი. მოკლედ თავიდან რომ დავიწყო და ცოტა რომ მიხვდეთ რაზეა საუბარი, რომ ჩამოვედით, ვცხოვრობდით ჯერ ბანაკში, ანუ ეგრეთ წოდებულ ლაგერში რამოდენიმე თვე და ლაგერებს აშენებენ ქალაქგარეთ, იშვიათი შემთხვევაა თუ ქალაქთან ახლოს არის ან ქალაქშია, ხშირ შემთხვევაში არის ქალაქგარეთ და შემდეგ გადავედით საერთო საცხოვრებელში, საერთო საცხოვრებლებსაც ასევე აშენებენ ქალაქგარეთ და ცოტა მოშორებით ქალაქთან, მოკლედ რომ ვთქვა. ხოლო ქალაქებში, სოფლებში და საერთოდ ადგილებში, სადაც ხალხმრავლობაა, შუქნიშნებში, ლამპიონებში, ავტობუსის გაჩერებასთან და სხვადასხვა ადგილებში არის დამაგრებული მიკროფონები და წელიწადში ერთხელ ეს მიკროფონები მოწმდება თუ როგორ მუშაობს. მე ამის შესახებ არ ვიცოდი, საერთოდ არ ვიცოდი, რომ მსგავსი რამ არსებობს, არათუ რომ მოწმდება და ამ ბინაში რომ გადმოვედით, გამოკრული იყო თითქმის ყველგან, რომ ამა და ამ დღეს იქნება შემოწმება. არადა განცხადებაში გარკვევით ეწერა, რომ იქნებოდა ალარმის შემოწმება, იმის გამო, რომ მე გერმანული არ ვიცოდი, მეგონა, რომ სახლში ამოვიდოდნენ და რაღაცას შეამოწმებდნენ, რადგან რამოდენიმე კვირით ადრე იყვნენ მოსულები გათბობასთან დაკავშირებით, შეამოწმეს როგორი გათბობა გვაქვს, რაღაცები ამოწერეს და წავიდნენ და მეგონა, რომ მსგავს რამეზე იქნებოდა შემოწმება. ვინც გერმანიაში ცხოვრობ, გეცოდინებათ, რომელ შემოწმებაზეა საუბარი. და ეს დღეც. დილით, როგორც ყოველთვის, ниცა წავიყვანე სკოლაში და ниცა აქვე დადიოდა სკოლაში დაწყებითებში, 4 წუთია ფეხით სავალი, ხოლო გოჩა გავუშვი სერგოსთან ერთად ბაღში. გოჩას ბაღი საკმაოდ შორს იყო, 2 ავტობუსი იყო გასავლელი და თან სერგოს ვიზიტი ჰქონდა შემდეგ დაგეგმილი მერიაში და მოკლედ სერგომ წაიყვანა გოჩა ბაღში. სახლში რომ მოვედი, სახლი დავალაგე, შემდეგ დავჯექი, ტელეფონში ვზივარ და რაღაცეებს ვუყურებ. თან ველოდები რომ შემოწმებაზე უნდა მოვიდნენ და ვიფიქრე რომ სადილსაც მერე გავაკეთებ თქო, მოკლედ ვზივარ, გახდა თუ არა 10 საათი, ტელეფონი დამებლოკა. გადავიდა განგაშის რეჟიმზე, დაიწყო ყვირილი და ზემოდან წითლად რაღაცეები ეწერა და ციმციმებდა. მოკლედ იმის გამო რომ გერმანული არ ვიცოდი ზედ რა ეწერა, ვიფიქრე რომ ტელეფონი დამებლოკა ან გამიფუჭდა და ამ დროს 2 ტელეფონი, რომელიც კარადაში ეგდო, სიმბარათის გარეშე გათიშული, იმათმაც დაიწყეს ყვირილი. კარადა რომ გამოვაღე, 2-ვე ტელეფონი იყო განგაშის რეჟიმზე გადასული და ისინიც ციმციმებდნენ. სიმართლე გითხრათ, აი ამ დროს უკვე მართლა შემეშინდა და გარედან მესმის ყვირილი, ასევე განგაშის რეჟიმზე გადასული მიკროფონების ყვირილი, აი ზუსტად ასეთი ხმა იყო.
და აი გაუჩერებლით ეს იმიდიოდა და არ ჩერდებოდა და როგორც იქნა გაჩერდა და ისმის ასეთი ხმა ახ და მერე რაღაცას ლაპარაკობს კაცი, მე ხომ გერმანული არ ვიცი, რას ლაპარაკობს და არ ვიცი, აი ამაკანკალა რასაც ქვია, ეს გაუსაძლისი ბოლო ხმაზე აწეული რაღაც ხმები გადავიხედე ერთი მხრიდან, გავიქეცი მეორე მხრიდან, გადავიხედე ყველგან ისმის ეს ხმები და აქ ხომ ნორმალურია, რომ გარეთ კაცი-შვილი არ არის არასდროს და ვხედავ, რომ ასე მგონია, რომ ომი დაიწყო. მართლა სერიოზულად მეგონა, რომ ომი დაიწყო და განგაშია რაღაც გამოცხადებული, თან ფილმები როა და ჯარისკაცის მამა, ვისაც გაქვთ ნანახი, იქაც რომ ასე რო ყვირის და რო ყვირიან ახთუნგ, აი მართლა მეგონა, რომ ომი დაიწყო და ვფიქრობ იმაზე, რომ რა ვქნა და გოჩა როგორ მოვიყვანო. ახლა თან ტელეფონი დაბლოკილია, ვერ ვრეკავ, რო ვთქვათ, ან სერგოს დავურეკო, ან რა ვიცი, რამე გავაკეთო. დავრბივარ მარტო წინ და უკან, ხან ერთი მხრიდან ვიხედები, ხან მეორე მხრიდან ვიხედები და აქვე გეტყვით, რომ ეს ყველაფერი გრძელდებოდა ზუსტად 2 წუთი და ეს 2 წუთი ჩემთვის გაგრძელდა საუკუნე. არ ვიცი, აი რასაც ქვია ყურებში რომ მეკეტება, მიწა მეცლებოდა ფეხებ ქვეშ, ყველაფერი შავ-თეთრად მეჩვენებოდა აი ფილმებში როა და ის ახთუნგ ფილმებში რო ისმის ზუსტად ასე და ხშირად არის ხოლმე გათხრები და რაღაცეები ახლომახლოს, ან და დადის ტრაქტორი, რომელიც ასუფთავებს დაბლა ბალახს, ამ დროს მესმის ეს რაღაც ტრაქტორის ხმა და მგონია, რომ ტანკებით შემოვიდნენ უკვე. ძალიან ცუდად არის საქმე, მოკლედ აი ვკანკალებ, რასაც ქვია, ტელეფონსაც ვერ ვიღებ, დავრბივარ, ხან ერთი მხრიდან ვიხედები, ხან მეორე მხრიდან ვიხედები, ეს კაცი კიდე რაღაცას იმეორებს, ეს სიგნალიზაცია ჩართულია და თან ჩვენთან პირდაპირ ცხვირწინ გვაქვს ავტობუსის გაჩერება და იქიდან მოდიოდა ხმა და აი ჩვენს ბინას ესმოდა, არ ვიცი, ალბათ ყველაზე კარგად ეს ხმა. მოკლედ არ ვიცი რა ვქნა, იმაზე ვფიქრობ, რომ გოჩა როგორ მოვიყვანო, ეხლა ვფიქრობ, რომ ალბათ მეთქი ავტობუსებიც არ მუშაობს, ყველაფერი ევაკუირებულია და აი მარტო იმაზე ვნერვიულობდი, რომ ნიცას კი მოვიყვან, ახლა უცებ გავიქცევი, ავიყვან, მოვიყვან, მაგრამ გოჩაზე რა ვქნა, თან გოჩა ისეთი ბავშვია, რო ვკითხო დედაშენს რა ჰქვია, იტყვის დედა და მამას რა ჰქვია, იტყვის მამა, ან რო ვკითხონ საცხოვრობ, იტყვის სახლში და არ ვიცი რა ვქნა, აი მართლა მარტო ის მიტრიალებს თავში, რომ ფეხზე ჩავიცვა და გავიქცე, ოღონდ სად გავიქცე არ ვიცი. ვფიქრობ, რომ ვაიმე მეთქი სერგოს რა ეშველება და თან მერიაში აგონია წაიყვანეს მეთქი მორჩა სადღაც ომში. მოკლედ ვერ აგიღწერთ ჩემს მდგომარეობას იმ დროს. შემდეგ როგორც იქნა, დაწყნარდა ტელეფონი, ჩაირთო და მოვიდა გონზე, ავიღე ამ ხელის კანკალით და აი მთლიანად რომ ვკანკალებ, ავიღე რომ დავრეკო და ამ დროს უკვე არის შემოსული სერგოსგან SMS-ი, როგორც ჩანს ამ დროს მომწერა, როცა განგაშის დრო იყო ჩართული, რომ ცოტა ხანში შემოწმება იქნება და არ შეგეშინდესო და პირველი რაც იყო ის მიწერე, რომ უკვე შემეშინდა. თურმე ჯერ ქალაქში იყო შემოწმება და იქ რომ დამთავრდა, ეგრევე ჩვენთან დაიწყო, ამიტომ ეგონა რომ მოასწრებდა ჩემს გაფრთხილებას, ის რომ წავიკითხე არ შეგეშინდესო, მაშინ მივხვდი, რომ ესე იგი რაღაც მსგავსი შემოწმება იყო და რაღაც ეს თურმე შემოწმება იყო და შემდეგ ცოტა დავწყნარდი. ახლა კი მეცინება, მაგრამ მაშინ საერთოდ არ მქონდა სიცილის დრო და საერთოდ არ ვიცი, ალბათ მთელი კვირა გონზე მოვდიოდი. ამის შესახებ ბავშვებს ასწავლიან ასევე სკოლაშიც, იმ დღითაც უხსნიან თუ რატომ
ირთვება ტელეფონები და რატომ გადადის განგაშის რეჟიმზე, ასევე როგორც ბავშვებმა მითხრეს, აუხსნეს თუ ამ დროს როგორ შეიძლება სასწრაფოს გამოძახება, თურმე მხოლოდ სასწრაფოს ან პოლიციის გამოძახება შეგიძლია ამ დროს, მეტი ვერაფრის გაკეთება ტელეფონით და ასწავლიან თუ რისთვის არის საჭირო ეს მიკროფონები, რა როლს ასრულებს საერთოდ გერმანიის განვითარებაში და ასე შემდეგ. მე არ ვიცოდი და ამიტომ ცადამემხო თავზე როგორც იტყვიან. მას შემდეგ, რა თქმა უნდა, ბავშვებს ვასწავლე მისამართიც კარგად, დედმამის სახელი და გვარით, არ ვიცი, ალბათ 7 მოდგმის სახელი და გვარი დავაზეპირებინე, მართლა გეუბნებით, ისეთი შეშინებული ვიყავი, რომ არ ვიცი, ღმერთმა დაგვეფაროს და მართლა რამე რომ იყოს, ალბათ პასპორტის ნომერიც კი ვასწავლე ამ დროს ბავშვებს. მოკლედ, ჩემო პატარამაც გაიღვიძა, აქ დავასრულებ ჩემს კურიოზულ ამბავს და ჩემს ვიდეოსაც აქ დავასრულებ. ამის გარდა კიდევ უამრავი კურიოზები მაქვს, რასაც შემდეგ ნელ-ნელა გაგიზიარებ. სამწუხაროდ მეტის გადაღება ვეღარ მოვახერხე, აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს, უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე, დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე!